დამოუკიდებელია. არ არის დამოუკიდებელი. დამოკიდებულია ერთ პიროვნებაზე. ვისთვის როგორ არის შილო? აი როგორ არის? არ არის აბა როგორ არის? სასამართლოს დამოუკიდებლობა ეს სხვადასხვა მცნებებია საქართველოში და სასამართლოს და დამოუკიდებლობის ერთად ამ ორი ცნების და სიტყვის წარმოთქმა არის დაუშვებელი. ჩვენი სასამართლო სრულიად დამოუკიდებულია ერთი ადამიანის ბრძანებაზე და სურვილზე და ეს ერთი ადამიანი ყველამ ვიცით ვინ არის და არ არის ძნელი გამოსაცნობი. და სასამართლოს დამოუკიდებულება გვაჩვენა გასულმა მოვლენებმა უკვე მეორე წელია ვხედავთ რომ ჩვენი სასამართლო სავსებით არის დამოუკიდებული და აბსოლუტურად არის დამოუკიდებული გარდა იშვიათი მოსამართლეების და მართლაც სამართლიანი მოსამართლეების დამოუკიდებლობის გამონაკლისების სახით. ვიცი მე საერთოდ არ მაქვს სასამართლოსთან არანაირი ურთიერთობა და არ ვიცი. აი სასამართლო დამოუკიდებელია ჩვენ ქვეყანაში არ მგონია. არ მგონია. რატომ აი რა მაგალითების მოყვანა შეგიძლია? რატომ არც ის განაიცი? რატომაც? დამოუკიდებლები ბიზნესი. ყველაფერი. იმ ბზანავსას მეყარა. არ ვიცი, არ მქონია შეხება შვილო სასამართლოს. ქვეყანა შენდება დემოკრატიულ პრინციპებზე, ერთ-ერთი უმთავრესი და ფუნდამენტი არის სახელმწიფოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. საქართველოში დღეს არის ჩამოყალიბებული რეჟიმი და შესაბამისად იმ რეჟიმის რეალობაში, რა თქმა უნდა, არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო. დამოუკიდებელი სასამართლო რო გქონდეს, მაშინ ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიულ რელსებზე. ხო, ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიულ რელსებზე კი არა, ჩვენი ქვეყანა დგას ავტორიტარულ სახელმწიფოს პრინციპებზე. შესაბამისად, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის მხოლოდ რაღაცა ესე სიტყვები, შეიძლება ცარიელ ფურცელზეც უკვე აღარ წერია საქართველოში, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, მათი პრეროგატივაა როგორ მოარგებენ, როგორ გააკეთებენ სასამართლოს ვის წინააღმდეგ მიმართავენ. ხო, აი ჩვენ ვიცით, რომ ესეთი დრაკონული კანონები შემოიღეს ქართულმა ოცნებამ და მათი რაღაც მოსამართლეებიც აი ასე პირდაპირ ვთქვათ, მათ დაკრულზეც ეკავენ, აი ესეთი მნიშვნელოვანი კანონი შემოიღო ქართულმა ოცნებამ, რომ ვინც არ აღიარებს მათ ლეგიტიმაციას ყველას დაიჭერს და დარწმუნებული ვარ, როცა დადგება ის საკითხი, რომ ვიღაცას პასუხისგებაში მიეცემა აი ამ ბრალდებისთვის, მათი მოსამართლეს ესე ტაში დაუკრავს და აუცილებლად გაგზავნის ციხეში და სასამართლოს დამოუკიდებლობა კი არა, ეს არის რაღაც პირდაპირ ვთქვათ, სასამართლო არის ტირანად გადაქცეული ქვეყანაში.